გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ხმის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ექიმი დერმატოლოგი, ასევე ევროპის უნივერსიტეტის დერმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა გუდავა. მოგესალმებით, ქალბატონი ხათუნა, დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება დღესდღეობით ყველაზე აქტუალური თემა, მუნი. და მოდით ქალბატონო ხათუნა, ჩვენს მსმენელს ზოგადად ავუხსნათ რა არის მუნი და რა იწვევს მუნს. მუნი გახლავთ კანის ინფექციური დაავადება, კერძოდ პარაზიტული დაავადება, რომელსაც იწვევს მუნის ტკივა. ძირითადი წყარო ინფექციისა გახლავთ ადამიანი, თუმცა ძალიან იშვიათად შეიძლება იყოს ცხოველიც. ამ დაავადების ეს გახლავთ პარაზიტული ინფექცია, რომელიც ვითარდება ძირითადად კანის ზერელე შრეში და შესაბამისად ვთვლით, რომ ეს არის ზერელე ინფექცია. გავრცელების გზებზე რომ გვესაუბროთ ქალბატონო ხათუნა, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში, ასე ვთქვათ, საკმაოდ გავრცელებულია კითხვები იმაზე, თუ როგორ შეიძლება განსაკუთრებით სკოლის ასაკის ბავშვებზე მშობლებს საკმაოდ ეშინიათ, იმიტომ რომ გონიათ, რომ აი საგნების შეხებით, ან თქვათ ბავშვების ერთმანეთთან კონტაქტით შეიძლება გადავიდეს მუნი და ასე ვთქვათ, სწორი ნაბიჯები რომ უთხრათ მათ, აი როგორ ხდება მუნის გადაცემა. მუნის გადაცემა ხდება ადამიანიდან ადამიანზე, რა თქმა უნდა, კანის კანთან მჭიდრო კონტაქტის შემთხვევაში, ძირითადად. თუმცა შესაძლებელია საგნებიდან მისი გადაცემაც. ძალიან ხშირად, მაგალითად, ძალიან პატარა ბავშვებში შეიძლება გადავიდეს რბილი სათამაშოებით და ნებისმიერი ნივთებით. თუმცა ნაკლებად, ძირითადად ხდება უშუალო კონტაქტის შემდეგ გადაცემა. ინფექციის. რაც შეეხება ბავშვებს, ბავშვებში ის განსაკუთრებით გავრცელებულია, გამომდინარე იქიდან, რომ მათ მჭიდრო კონტაქტი აქვთ, უფრო ხშირად ერთად თამაშობენ, საერთო საქმე აქვთ, ამიტომ ბავშვებში ძალიან ადვილად ვრცელდება. კლინიკურ გამოვლინებებზეც რომ გვესაუბროთ, აი რა სახის გამონაყარი თვლინდება ძირითადად მუნი და სხეულის ძირითად რა ნაწილებზე ხდება ეს გამონაყარი? ეხლა რაც შეეხება კლინიკურ გამოვლინებებს, ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება ვთქვათ, აი ესე სიმპტომებიდან ყველაზე მეტად გავრცელებული არის ქავილი. ქავილი შეიძლება დავახასიათოთ ესე, რომ ეს არის გასაღების სიმპტომი მუნისთვის, ამ ინფექციისთვის, უპირატესად ღამის პერიოდში. რაც შეეხება გამონაყარს, გამონაყარი ვლინდება პატარა წვრილი პაპულების ფორმით, რომელიც ძირითადად ლოკალიზებული არის ხელის მტევნების არეებში, ხშირად თითებს-შუა ნაოჭებში, ასევე სხივ მაჯის მომხრელ ზედაპირებზე, შეიძლება გავრცელდეს მუცლის არეში, კუდუსუნის არეში, დუნდულებზე, ტანის ტანისა და კიდურების ნებისმიერ არეში. რაც შეეხება ზრდასრულ ადამიანებს, ზრდასრულებში არ გვაქვს გამონაყარი კისრის, სახის და თავისთმიან არეში. თუმცა პატარებში და უპირატესად წლამდე ასაკის ბავშვებში ძალიან დამახასიათებელი ლოკალიზაცია სახე და თავისთმიანი არიც. გამონაყარიც არის განსხვავებული. თუ კარგად დავაკვირდებით და შევაფასებთ, მოზრდილებში ის ვლინდება შედარებით მცირე ზომის პაპულური გამონაყარით, მოწითალო ფერის, რომლებსაც თან ახავთ ძლიერი ქავილი, ხშირად განლაგებული არის წყვილად ეს პაპულები და მათ შორის შეინიშნება წვრილი ხაზი, ანუ მუნის ზავალი. ამის დაფიქსირება ზოგჯერ ვიზუალურადაც ხდება, მხოლოდ კანის დათვალიერებით. რაც შეეხება ახლა პატარებს. პატარებში ცოტა განსხვავებული გამონაყარით ვლინდება, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში დიდი ზომის ყვანწებით, რომელიც უპირატესად ლოკალიზებული არის ნაოჭების არეებში. რატო ხდება ახლა ეს? იმიტომ რომ პატარებში განსაკუთრებით სენსიტიური კანი გვაქვს, ასე ვთქვათ, და თვითონ ეს პროცესი მიმდინარეობს სენსიტიურად. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ მუნის პარაზიტი არის სპეციფიური პარაზიტი, რომელიც ხშირად ალერგიზაციებს იწვევს. და პატარებში ეს განსაკუთრებით გამოვლენილია. ეს ჰიპერგრძნობელობა, ასე ვთქვათ. ამიტომ შედარებით უფრო დიდი ზომის გამონაყარიც გვაქვს, ზოგჯერ ატიპიური ფორმითაც შეიძლება იყოს ბავშვებში გამოვლენილი, უპირატესად როცა არის პატარა ასაკის ბავშვები. შეიძლება თუ არა რომ მუნის სისტემურ დაავადებებს მივაკუთვნოთ და აზიანებს თუ არა იგი შინაგან ორგანოებს? აი სწორედ ეგ არის საკითხი, რომ არ აზიანებს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პარაზიტი ბუდობს მხოლოდ და მხოლოდ კანის ზერელე შრეში. რქოვანა შრეში, ყველაზე ზერელი, რომელიც გვაქვს, აქ ბუდობს და მრავლდება. რაც შეეხება შინაგან ორგანოებს არ აზიანებს, სისტემური დაავადება ნამდვილად არ არის. ასე ვთქვათ, ზოგად გართულებებს არ იწვევს. შეიძლება გამოიწვიოს გართულებები კანის მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ ინტენსიური ქავილით მიმდინარეობს, ნებისმიერი ინფექცია, ეს იქნება ბაქტერიული ინფექცია თუ სხვა ინფექცია, შეიძლება განვითარდეს ამ შემთხვევაში. მაგრამ არა შინაგანი ორგანოების დაზიანება. საკმაოდ დიდი მღელვარებაა დღესდღეობით მუნის გარშემო, ქალბატონო ხათუნა, როგორც იცით და აი ჩვენს მსმენელს რომ ავუხსნათ, რამდენად საშიშია ეს ინფექცია და შეიძლება თუ არა რომ რაიმე გართულებებიც მოყოს მას. ზოგადად საშიშს არ წარმოადგენს ეს ინფექცია, როცა სტანდარტულად მიმდინარეობს, როცა პაციენტი დროზე მიმართავს ექიმს და იწყებს მკურნალობას. გართულებებზე მეტნაკლებად აღვნიშნეთ, რომ არის ბაქტერიული ინფექციები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს მნიშვნელოვანი იმუნოდეპრესიული მდგომარეობა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს განსხვავებული ფორმის მუნი, ეს გახლავთ ნორვეგიული ტიპის მუნი, რომელიც არ ხასიათდება სტანდარტული გამონაყარით, მას თან ახლავს აქერცვლა პრაქტიკულად მთელ სხეულზე, მაგრამ ეს ვითარდება აი ძალიან იშვიათად. ეს არ არის, ასე ვთქვათ, გავრცელებული ფორმა და ხდება, ასე ვთქვათ, ვითარდება მხოლოდ და მხოლოდ იშვიათად. დიახ. და თუ არის შესაძლებელი მაგალითად ერთხელ განკურნების შემდეგ მეორადი ინფიცირებაც განვითარდეს? დიახ, ეს არის ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით პაციენტები ძალიან ხშირად გვეკითხებიან. გამომდინარე იქიდან, რომ მუნი არ ტოვებს, ასე ვთქვათ, მუნის ინფექციის გადატანის შემდეგ არ ვითარდება, ასე ვთქვათ, სტაბილური იმუნური პასუხი და არ გვაქვს ჩვენ იმუნიტეტი, ვერ გამოუმუშავდება კანს იმუნიტეტი, შესაძლოა რეინფექცია მოკლეს. მაგრამ ჩვენ უნდა განსაზღვროთ აქ რაღაც გარკვეულ შემთხვევაში ეს არის რეინფექცია, თუ ეს არის მუნის მკურნალობის შედეგი. ნახეთ როგორ არის ყველა შემთხვევაში მუნის საწინააღმდეგოდ გამოყენებული ანტიპარაზიტული კრემები იქნება, ეს თუ ლოსიონის ფორმა იქნება, თუ გელის ფორმა იქნება, იწვევს კანის გამოშრობას, რასაც თან ახლავს, ასე ვთქვათ, მშრალი კანის დერმატიტი. ეს არის გარდამავალი პროცესი. ეს ნიშნავს იმას, რომ როცა ჩვენ ვასრულებთ მკურნალობას, მუნის მკურნალობას, ქავილი ზოგადად გრძელდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ისევ მუნი აქვს. ეხლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ დიფერენცირება. ეს არის მუნის მკურნალობის შემდგომი, ასე ვთქვათ, გვერდითი მოვლენა, თუ არის ეს ხელახლა მიღებული ინფექცია. ზოგადად ინკუბაციური პერიოდი მუნის არის 14 დღე. ყველაზე ცოტა 2 კვირა. და მოიცავს 2 კვირიდან 2 თვემდე პერიოდს. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ამ 2 კვირის განმავლობაში ეს მთლიანი გვერდითი მოვლენები ალაგდა, ასეთ შემთხვევაში ხელმეორედ ინფიცირებაზე არ ვსაუბრობთ. მაგრამ 2 კვირის შემდეგ შესაძლოა ისევ დაინფიცირდეს ნებისმიერი ადამიანი, გამომდინარე იქიდან, რომ არ აქვს მას, ასე ვთქვათ, იმუნიტეტი ამ ინფექციის მიმართ. რა შემთხვევაში შეიძლება ახლა ეს მოხდეს, ხო? როცა ოჯახის ყველა წევრი მკურნალობს, როცა ყველა მისი ირგვლივ მყოფი ყველა მეგობარი გასინჯულია, ყველა მკურნალობს, ასეთ შემთხვევაში რეინფიცირების რისკი არ გვაქვს პრაქტიკულად. მაგრამ ზოგჯერ ხდება, რომ ერთი ადამიანი მკურნალობს, მაგრამ მეორე მუნის მატარებელი არ მკურნალობს, მასთან კონტაქტში მყოფი და განკურნების შემდეგ ამ ადამიანს შესაძლოა ისევ განუვითარდეს მუნი ხელმეორედ. როგორც ვიცით, ქალბატონო ხათუნა და თქვენც ბევრჯერ ახსენეთ, მუნს ახასიათებს საკმაოდ ძლიერი ქავილი. აი ამ ქავილის შემდეგ შესაძლებელია თუ არა რომ სხეულზე გარკვეული კვალი დარჩეს. დიახ, როცა კარგად მოვლილია ეს ყველაფერი, კარგად ნამკურნალები, როგორც წესი არ რჩება. იმიტომ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ საუბრობთ მხოლოდ კანის ზერელე ინფექციაზე და ზერელე შრის დაზიანებაზე. ეს არ მოიცავს კანის ღრმაშრებს, ღრმაშრებში არ ვითარდება ეს ინფექცია ზოგადად, ამიტომ კვალს არ ტოვებს. ნებისმიერი გამონაყარის შემდეგ შეიძლება დარჩეს გამონაყარის შემდგომი პიგმენტაცია. თუმცა ის რაღაცა გარკვეული პერიოდის მერე აუცილებლად გაივლის. ჩვენ Facebook მაყურებლებს ჰქონდათ საკმაოდ ბევრი შეკითხვები, რომელსაც ბევრ მათგანს გავეცით პასუხი და მოდით ერთ-ერთ მათგანს გავცეთ პასუხი. აი, ერთ-ერთ ადამიანს ჰქონდა ასეთი კითხვა. კონკრეტულად რა ტიპის ინფექცია, მუნი, აბსცესია თუ სხვა?
აბსცესი ნამდვილად არა, როცა ჩვენ აბსცესზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ბაქტერიულ ინფექციაზე. მუნი გახლავთ პარაზიტული ინფექცია, რომელზეც უკვე აღნიშნეთ, რომ იწვევს ძირითადად მუნის ტკიპა და ადამიანი არის ამისი წყარო, ხო? როცა ჩვენ ვსაუბრობთ აბსცესზე, ჩვენ ვსაუბრობთ ღრმა ტიპის, ღრმა დაზიანებაზე და თან ეს არის ბაქტერიული ინფექცია. მუნის შემდგომი გართულება შესაძლოა იყოს ბაქტერიული ინფექცია, თუმცა ძალიან იშვიათად, რომ ეს იყოს ისეთი ღრმა. თუ არ იქნება ნამკურნალები ადამიანი და განაგრძობს, ასე ვთქვათ, თვითნებურ მკურნალობას შესაძლოა მივიღოთ. პრაქტიკაში მსგავსი რაღაც არ ხდება როგორც წესი. და საბოლოოდ ჩვენს მაყურებლებს რომ მოახსენოთ ქალბატონო ხათუნა მკურნალობა და პრევენციის მეთოდები. მკურნალობა გახავთ ძალიან მარტივი. როცა გვაქვს მუნის ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, შემთხვევები, ასეთ შემთხვევებში ვიყენებთ ანტიპარაზიტულ ადგილობრივ საშუალებებს, ძალიან იშვიათად ვიყენებთ აბებს. არსებობს ასეთი ტიპის მედიკამენტებიც, თუმცა ყველა შემთხვევაში სრულიად საკმარისია ხოლმე ადგილობრივი თერაპია. ეს იქნება გელის ფორმა თუ კრემის ფორმა. პრევენციას რაც შეეხება, ყველაზე კარგი პრევენცია არის კონტაქტში მყოფი ადამიანების დათვალიერება. თუ ვთვლით, რომ ადამიანი არის საეჭვოც კი იმუნზე, აუცილებლად უნდა დათვალიერდეს მის ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი, ვისაც ჰქონდა უშუალო შეხება. და როცა მთელი ჯგუფი იმკურნალებს ერთდროულად, რა თქმა უნდა, ეს არის საუკეთესო პრევენცია. რაც შეეხება ახლა ნივთებს, ხშირად გვეკითხებიან ტანსაცმლის, ასე ვთქვათ, დეზინფექციასთან დაკავშირებით. ნივთები შეგვიძლია დავამუშაოთ სადეზინფექციო ხსნარებით, ან სველი წესით, ეს სრულიად საკმარისია, როცა საუბრობთ ნებისმიერ ისე მოსახმარ ნივთებზე და რაც შეეხება ტანსაცმელს, ის უნდა გაირეცხოს კარგად. და შიდა პირიდან უნდა კარგად დაუთოვდეს. არ არის საჭირო, ასე ვთქვათ, ტანსაცმლის გადაყარა. ჩვენ გვაქვს ტანსაცმელი, რომლის დაუთოვებაც ხშირად ვერ ხდება, ხო? ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენს მსმენელს მივცეთ ასეთი რჩევა, რომ რაც კარგად გარეცხონ და გაანიაონ 72 საათის განმავლობაში და იქ უკვე მუნის ტკიპა აღარ გვექნება. ქალბატონო ხათუნა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის და დღესდღეობით ნამდვილად ყველაზე აქტუალურ თემაზე საუბრისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. შევხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6 საათზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები. ბოლო დროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები. დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.